Მოჯობა საქართველოს ნაჩანგიდან, ალბათ ბევრს არ გაგიგიათ ეს ქალაქი ვიეტნამში. ჩემი გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ მეგონა რომ სრულებით მარტო ვიქნებოდი აქ და ასე დავისვენებდი, მაგრამ აქაც არ მასვენებთ. იმიტომ რომ შევხვდი ქართველს საკმაოდ მაღალი კლასის სასტუმროში. და მინდა გაგაცნოთ ეს ადამიანი, თამარი, რომელიც არის მაგალითი ჩვენი დღევანდელი რეალობის, რაც საქართველოში ხდება. გამარჯობათ. თამარ, სანამ გადავალთ მკითხვებზე, მე შენს WhatsApp-ის ბიოში ესეთი ტექსტი ამოვიკითხე და ზუსტად ციტირებ. როცა ფიქრობ, როცა ოცნებობ, როცა ამდენი რამის თქმა გინდა, მაგრამ დუმილს ირჩევ. თუ შეიძლება როგორი სიტყვით აგვიხსენი, ანუ რას გულისხმობდი აქ? თუ რა თქმა უნდა ძალიან პერსონალური არა. ხო, არა, ეს ზოგადად ეს სტატუსი დავწერე დაახლოებით ალბათ 1 წლის წინ, ალბათ 8 თვის წინ. კონკრეტულად გარკვეულ ადამიანებს ეხებოდა, რომლებიც სამწუხაროდ დუმილს ირჩევენ, ვიდრე რაღაცის თქმას. ანუ იქიდან გამომდინარე, რაც ხდება ჩვენს გარშემო, ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ მეც მყავს ძალიან ბევრი ესეთი მეგობარი, რომელსაც ურჩევნია საერთოდ არაფერი არ თქვას. და არანაირი მხარე, ასე ვთქვათ, არ დაიკავოს და უბრალოდ თავისი პირადი აზრი არ გაამჟღავნოს. ეს ჩემთვის გაუგებარია, იმიტომ რომ მე დავიბადე ქვეყანაში, სადაც იყო კომუნიზმი, მაგრამ სკოლაში ვსწავლობდი პირველ ექსპერიმენტულში, სადაც პატარობიდანვე პირველი რაც გვასწავლეს ეს იყო ადამიანის უფლებები, იმიტომ რომ ექსპერიმენტული ცნობილია პირველი ექსპერიმენტული განსხვავებული სწავლებით. შესაბამისად, ჩემთვის ღირებულება არის ადამიანის უფლებები და ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს აქვს აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება. მნიშვნელობა არ აქვს, ვის მოეწონება, ვის არ მოეწონება, ამიტომ ამას ეხება. გასაგებია, ახლა მთავარზე მინდა გადავიდე, ანუ ჯერ როგორც გითხარი, ანუ ძალიან გამიკვირდა ქართველი რომ ნახე აქ მარიოტში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში. სხვა შორის ძალიან წინვალი არაერთხელ გითხარი პირად საუბარშიც, ძალიან მაგარი ადგილია და რა ვიცი, ძალიან ესეთი გამორჩეული ადგილია. და როგორც შენ მითხარი, ხო, ანუ შენ ფაქტიურად გამოგივიდა ისე, რომ საქართველოს დატოვეს სრულებით საკმაოდ უზრუნველყოფილი ცხოვრება ქონდა იქ. ნორმაზე მეტი შემოსავლით. თუმცა დღეს როგორც მითხარი, ამ მომენტისთვის 80%-ით უფრო ნაკლები შემოსავალი გაქვს, მაგრამ უფრო ბედნიერი ხარ და უფრო სწორი ნაბიჯი გადადგი. თუ შეიძლება ეს აგვიხსნა, ანუ შენი მოკლე, თქვა, ისტორია რატომ გადაწყვიტე, რომ საქართველოდან წამოსულიყო? გასაგებია. კი ბატონო, ანუ პირველ რიგში ჩემთვის ეს იყო რაღაც განვითარების პერსპექტივა. მიუხედავად იმისა, რომ კი ბატონო, ვიყავი აბსოლუტურად უზრუნველყოფილი, მქონდა ჩემი ბიზნესი, საკმაოდ კარგი შემოსავალი, მაგრამ პროფესიულად განვითარებას ვეღარ ვახდენდი. ჩემი თავის და პოტენციალი მაქვს აბსოლუტურად საკმაოდ დიდი. შესაბამისად, უბრალოდ გრძნობდი, რომ შემეძლო კიდევ უფრო მეტი გამეკეთებინა. გარდა ამისა, ადამიანურად გრძნობდი, რომ ისეთი თავისუფალი ვეღარ ვიყავი. გონება არ მქონდა მშვიდად. და როგორც ვახსენე, ვეღარ ვოცნებობდი სამწუხაროდ იმ გარემოებებიდან, რა გარემოებებიც არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენს ქვეყანაში. ესე ხდება, რომ არ გვაძლევენ შესაძლებლობას ვიფიქროთ ჩვენს პირად ცხოვრებაზე, ვიყოთ სიყვარულში, სიკეთეში და არ გვძულდეს ერთმანეთი. ეს სამწუხაროდ ამას გვიქმნის პოლიტიკა, რაც არის. და მე დღეს კი, ნამდვილად უფრო ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ დღეს სიყვარულში ვცხოვრობ, ოცნების დრო მაქვს, იმიტომ რომ გონება თავისუფალი მაქვს და ნამდვილად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, კი ბატონო. ახლა სტატისტიკის დეპარტამენტმა დადო საშინელი ინფორმაცია, რომ 100,000 ადამიანი ახალგაზრდა 30 წლამდე წინა წელს გავიდა საქართველოდან. ანუ ერთის მხრივ ეს არის საშინელება, შემზარავი, იმიტომ რომ საქართველოს ტოვებს ქართველი თან ახალგაზრდა
ამავე დროს შემოდიან უცხოელები, არაბები, ირანელები, რუსები და ასე შემდეგ და ანუ ფაქტობრივად საკუთრების უფლებას რამოდენიმე ათასმა რუსმა მაგათ მოქალაქეობა მიიღო საქართველოში, ხო? ანუ ამის ფონზე რას ურჩევ ახალგაზრდობას? აი შენ ახლა ესეთი ნაბიჯი გადადგე, ხო? რას ურჩევ ახალგაზრდობას დღევანდელ საქართველოში? იცი რა არის მე მაგალითად ვურჩევდი ბოლომდე ბრძოლას. რადგან იცით რა არის შეიძლება წავიდნენ, მაგრამ ნუ მე ესეთი დამოკიდებულება მაქვს რა, წავედი, მაგრამ მე არ მოვიძვირკვე ჩემი თავი, ჩემი ქვეყნისგან და აუცილებლად ვურჩევდი, რომ არც არ უნდა დაუტოვოთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიძახ. ეს არ არის ვალდებულება, რომ სადაც გრძნობ თავს ბედნიერად, იქ უნდა იყო. მაგრამ ჩვენ უბრალოდ ქართველებს ესეთი გენეტიკური კოდი გვაქვს, ჩვენ მაინც უკან ბრუნდებით, აუცილებლად და კიდევ უფრო ძლიერები და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მოვა ეგ დღე. კარგი და მთავარი კითხვა რა, როდის დაბრუნდები საქართველოში, რა შემთხვევაში? რა შემთხვევაში დაბრუნდები, როდესაც აი კიდევ ერთხელ ხაზს გავუსმევ, სადაც აი ესე მძაფრად შეიძლება გქონდეს აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ არ იყოს ამის ზიზღის დანერგვა, სადაც არ იქნება არანაირი დიქტატურა, არანაირი ავტოკრატია, იქნება დემოკრატია, თავისუფლება, ნამდვილი თავისუფლება და სადაც ადამიანის უფლება იქნება თავარი, ღირებულება. ბოლოს რას ურჩევ საქართველოს? ბოლოს შენი სიტყვები. საქართველოს რას ვურჩევ? ნუ, ხო, ვურჩევ და ვუსურვებ, რომ იცი რა არის, ძალიან რთული სათქმელია ეს, მაგრამ ვუსურვებ, რომ ძალიან მალე აი ესეთი დოზით აღარ მოქმედებდეს ჩვენზე პოლიტიკა და მართლა არაჩვეულებრივი ხალხი ვართ, აი უცხოეთში კიდევ უფრო ხვდები, რამდენად მაღალი ინტელექტის მქონეები ვართ, რამდენად დიდი კულტურის ერი ვართ და არაფრით არ ვართ მართლა, ოღონდ ეს არ არის ის ამბიციური ნათქვამი, რომელიც აი ბევრი იძახის, ახლა ვითომ ვაი პატრიოტი ქართველი, რომ ჩვენ საქართველო და ქართველი არავინ არ გვჭირდება, არავის მონა არ ვიქნებით. მონობა აბსოლუტურად სხვა არის, მეგობრობა და პარტნიორობა აბსოლუტურად სხვა არის. შენ, როდესაც ხარ მაღალი განვითარების, უნდა გყავდეს პარტნიორი და მეგობარი ანალოგიურად მაღალი განვითარების და ჯობია შენზე უფრო მაღალი განვითარების, რომ იმისგან კიდევ უფრო მეტი ისწავლო და მას დაეციო. და თუ გადახვალ შენზე დაბალ განვითარებულთან დაიჭერ საქმეს, აუცილებლად შენც დაიშვები მის დონეზე. თამარ, მადლობა რომ გამოყავი დრო, საკმაოდ დატვირთული ხარ და რავი, უნდა დავიჯეროთ ჩვენი თავის. აგერ თამარიც ერთ-ერთი მტკიცებულება, რასაც არაერთხელ ვიძახი ხოლმე ვიდეოებში, რომ საქართველოს ინტელექტი არის ერთ-ერთი უნიკალური მსოფლიოში. მეც დამეჯერება ახლა ძალიან ბევრ ქვეყანაში ვანაყოფი და უბრალოდ წარმოიდგინეთ ამ ინტელექტს, რომ დავეხმაროთ. ანუ მივცეთ განვითარების საშუალება და არა გავყაროთ ხალხი ქვეყნიდან. ნამდვილად. შემდეგ შეხვედრამდე. ხელი შეუწყოთ. კარგად, წარმატებები.